ყველამ ვიცით, რომ მარტია გიჟი, მაისი რამ გააგიჟა ვერ გავიგე, მაგრამ ამ გიჟურმა ამინდებმა მე გამაცია. დღეს მინდა გაგიზიაროთ ჩემი უსაყვარლესი ქათმის წვნიანის რეცეპტი, რომელიც ესეთ ამინდებს ძალიან უხდება. როგორც ხედავთ, ცალკე ქვაბში გადმოვიტანე ქათმის ბულიონი, ის ხახვი, რომელიც ქათამთან ერთად იხარშებოდა, 3 ცალი კარტოფილი, 1 ცალი სტაფილო და 3 კბილი ნიორი. ნახავთ, რომ ბოსტნეული მოიხარშა. შეგეძლიათ ბლენდერის ფეხი გამოიყენოთ და ყველაფერი დააბლენდეროთ, რაც არც თუ ისე მარტივია. ამიტომაც ყველაფერი გადავიტანეთ ცალკე ჭურჭელში, დავუმატეთ ცოტა ბულიონი, დავაბლენდერე, გავხატე ერთიანი მასა და ჩავამატე სუფში. მარილი, პილპილი, ნახევარი ყავის ჭიქა ბულღური, რომელიც შეგიძლიათ ბრინჯით ჩაანაცვლოთ, ბულღური როდესაც მოიხარშება, კან-გაცლილი წვრილად დაჭრილი ქათამი ჩაამატეთ, კამა, ოხრახუში, გემოვნებით ჩაუმატეთ მარილი, პილპილი და წითელი წიწაკა. მე აგრეთვე ძალიან მიყვარს ნახევარი თავი ლიმონის ჩაწურვა. 1-2 წუთი წამოადუღეთ და გემრიელად მიირთვით.